ხშირად მეკითხებიან პაციენტები, რა ზომის უნდა იყოს ენდომეტრიუმი და ამასთან დაკავშირებით მინდა ძალიან მარტივად და მოკლედ აგიხსნათ ეს საკითხი. ენდომეტრიუმი ეს არის საშვილოსნო ზღურის შიდა ქსოვილი, რომელიც იზრდება ჰორმონების ზემოქმედებით და ჩამოიშლება მენსტრუაციის დროს. ამიტომ მისი ზომა არის განსხვავებული მენსტრუალური ციკლის ყველა ფაზაში. ენდომეტრიუმი ის ქსოვილია, რომელიც მენსტრუაციის დროს ჩამოიშლება და ასევე თუ ორსულობა დადგა, მაშინ ის ხელს უწყობს ორსულობის დადგომას და განვითარებას, რადგან სწორედ მას მიემაგრება განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ ენდომეტრიუმი, ექოსკოპიური კვლევა უნდა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში. ანუ რამდენიმე ექოსკოპიური კვლევა დაგჭირდება ამისთვის. მენსტრუაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს, ასევე შუა პერიოდში, ანუ მენსტრუალური ციკლის შუაში და მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. რატომ გვიწევს ენდომეტრიუმის შეფასება მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში? იმიტომ რომ ის მუდმივად იცვლება მენსტრუალური ციკლის მიხედვით. მაგალითად, თუ მენსტრუაციის დასრულებისთანავე მისი ზომა, მისი სისქე არის დაახლოებით 6 მმ-მდე მაქსიმუმ, მენსტრუაციის მეორე ფაზაში, ანუ მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიძლება იყოს 10, 12, 13 მმ და ეს არის ნორმალური. მაგრამ თუ ენდომეტრიუმი 10, 12 მმ არის პირველ ფაზაში, ანუ მენსტრუაციის დასრულებისთანავე, ეს არ არის ნორმალური. მენსტრუალური ციკლის დღის მიხედვით ჩვენ ვაფასებთ ენდომეტრიუმის მდგომარეობას. როგორი უნდა იყოს ენდომეტრიუმი მენოპაუზის პერიოდში? თუ რეპროდუქციულ ასაკში, ანუ როდესაც ქალს აქვს მენსტრუაციები, მისი სისქე იცვლება მენსტრუალური ციკლის დღის მიხედვით, მენოპაუზაში, როცა ქალს არ აქვს მენსტრუაციები, ენდომეტრიუმი არ უნდა იყოს და ის უნდა იყოს ძალიან თხელი. როგორც წესი, ის უნდა იყოს ესეთი ხაზოვანი სტრუქტურის, ანუ როგორც ერთი ხაზი და ეს არის ნორმალური. თუ მენოპაუზაში ქალს აქვს ენდომეტრიუმის სქელი, ამ შემთხვევაში საჭიროა სათანადო დიაგნოსტიკის და მკურნალობის ჩატარება.